რამდენჯერ ჩაგვიწერია ამ ზებრაზე გადავლით გადაცემა და რამდენი გადაცემა ჩაგვიწერია ამ შენობის გავლით. ხო და დღეს უბრალოდ არ ჩავივლით ამ შენობასთან, იმიტომ რომ დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი იქნება ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, სავარაუდოდ მომავალი მერი გიორგი მურვანიძე. ისე პუნქტუალურები ვართ, როგორც არასდროს. პირველი საათი ვუთხარი და ზუსტად პირველ საათზე მოვედით. ბატონო გიორგი, ჩვენ მოვედით უკვე მერის შენობის კართან ვდგევართ. კარგად. თავად? ეს ტრადიციული ყავა, ხო? ეს ტრადიციული უშაქრო ყავა. დიდი მადლობა. ყავა რო გიყვართ ვიცი? კი, ყავა ყველა ბათუმას. კი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ დამთანხმდით გადაცემაში მონაწილეობაზე. წავედით. მადლობა თქვენ. თქვენ. ჩვენი გადაღება ცოტა ექსტრემალურია, თუმცა ჩვენი ოპერატორები ძალიან შეჩვეულები არიან ამ ყველაფერს. ცხელი არ არის, ხო? ცოტა ცხელია პრინციპში. არ დაიწვათ მაინც რა ვიცი. კაია? კი. ბათუმი და ყავა რაღაცა თანხვედრაშია ერთმანეთთან. ამის დაკვირვებას ჩემი გადაცემის საშუალებით ვაწარმოებ. ყავას ხო ისედაც ურთიერთობებთან ასოცირდება ყველგან, მაგრამ ბათუმში ეს ყოველთვის იყო განსაკუთრებული და რატომ ყავა ბათუმური ხო ცნობილია ისედაც და პლუს მე როგორც ბათუმელი დიდი ხანი აქ ცხოვრობდი, ჩემი მშობლებიდან გამომდინარეც ვიცი, აი ეს 90-იანი წლების პრობლემები როცა დაიწყო, უშუქობა, უწყლობა, ინტერნეტი არ იყო რა თქმა უნდა. ტელეფონი. მაშინ გამოჩნდა ყავის ზალა, ბათუმური ყავის ზალა. მახსოვს ჩემი მშობლები, დედა ჩემი ძირთად, მამა ჩემი ყავას ნაკლებად სვამდა. როგორ იკრიბებოდნენ სამეზობლო, დღეში 5 ჯერ რაც კი ზოგჯერ. და იქ მიდიოდა განხილვები საშინაო საგარეო პოლიტიკის და ჭორაობებიც იყო რა. ხო, ერთადერთი მგონი ნათელი წერტილი იყო 90-იანებში. სამეზობლო ურთიერთობების შეკვრას ხელი შეუწყო. დავიბადე 1979 წელს, მაშინ სხვა პოლიტიკური წყობა იყო, საბჭოთა კავშირი. ქალაქი იყო სამჯერ უფრო პატარა. აი ამ პატარა ქალაქში ხდებოდა საოცრება მართლა ურთიერთობების რა. განსაკუთრებით აი ძველ ბათუმს ჰქონდა ეს ხიბლი. გახსოვთ თქვენ ალბათ თუ თქვენ არა თქვენ მშობლებს, რომ მაშინ მაღალი შენობები არ არსებობდა ესეთი. ერთადერთი შენობა რაც იყო 16-იანი პივზაოძე. ერთი შენობა. და ის გვეგონა რომ იყო რაღაც ყველაზე მაღალი შენობა მთელ სოფლიოში. დღეს უკვე ხედავთ რაც ხდება. შესაბამისად აი ამ პატარა სახლებში იყო რაღაც განსაკუთრებული სითბო. აქ მახსოვს უნივერსამი იყო, მრავალდარგობრივი, კი, განსაკუთრებით მიყვარდა აქ შემოსვლა. მე ხანძარი გაჩნდა როგორც მახსოვს და ეს ადგილი ფირფიტები იყიდებოდა იქ. მაშინ ვინილები იყო ძირითადად, სხვა საშუალება ხო მაგნიტოფონი, დიდი ფუფუნება იყო. და იქ ვყიდულობდით ფირფიტებს. მეზღვაურების მიერ ჩამოტანილ. კი, ესეთებიც იყო და ადგილობრივებიც, რა. და ძირითადად ვერთობოდით აი ამ ვინილებით და ფირფიტებით. აი ამ პატარა ქალაქს ჰქონდა 6 კინოთეატრი და აქ აი 6 კინოთეატრი მართლა არ მახსოვს. აი აქ იყო საბავშვო კინოთეატრი პიონერი. და გადიოდა მარტო აი აქ შენობა იდგა თუ სადმე აქ შენობა იდგა უნივერსამის, როგორც გითხარით მრავალდარგობრივი იყო და კუთხეში იყო კინოთეატრი. პატარა ისეთი ყოხტა რა. მხოლოდ საბავშვო მულტფილმები და ფილმებიც რა. ძირითადად ხო ინდური ფილმები იყო, მაგრამ გვიყვარდა ეს ინდური ფილმებიც. ინდური ფილმების გარდა ეზო უყვარდა 90-იანელ ბავშვს. მე 90-იანელობამდე ეზოც მახსოვს, ძალიან ინტერნაციონალური ეზო იყო. აი იქ დავიბადე, მემედაბაშიძის ქუჩაზე, მაშინ სტალინის ქუჩა ერქვა და რადიო კომიტეტის შენობას ეძახდნენ და ესეთი ეზო იყო. აი ქართველები თავისთავად, ებრაელებიც, სომხებიც, ძალიან ბევრი იყვნენ რუსებიც, ბერძნებიც მათ შორის და აი ესეთი ინტერნაციონალური ეზო ქონდა. მაგრამ რა და მიარტი. ეს ოქჭო. სული გამიშა. ხილაც უძვახარა. ამტანები არის. ამ ქუჩაზე თუ დაიბადეთ და გაიზარდეთ, ქაფურის ხეები თქვენთვის ახლობელი იქნება ეს ხეები. ხო, ეს ხე მახსოვს კი, ოღონდ ხეს მაშინ ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას. ხო, მაგრამ სუნით თითქოს ბავშვობაში გაბრუნებს კი. თქვენ გეტყვით, ახლა ვერაფრით ვერ პატიობ მრავალი წლის წინ. გამსახურდიას და მემედაბაშიძის კუთხიდან მოყოლებული აქეთ სულ ეს ქაფურის ხეები იყო და დაჭრეს და პალმები დარგეს და ამას ვერ ვივიწყებ და შეიძლება რაღაც დაავადება შეეყარა და მაგის გამო. არა, რაღაცას მიამსგავსეს ქუჩად.
ხო, ეს ძველი ამბავია. ხო და ზოგადად ანუ ამით იმის თქვა მინდა რომ ხეების მოვლა ამ ქალაქს ძალიან სჭირდება. კი, ხეები. ანუ სიმწვანეს არაფერი ემუქრება ჩვენ ქალაქს. ანუ სიმწვანეს არაფერი არც ერთ შემთხვევაში. პრინციპში პარკს ვუახლოვდებით და ალბათ რახან იქ ცხოვრობდეთ, ბავშვობაც პარკში გექნებათ გატარება. პარკი არის პირველი რაც ბათუმთან ასოცირდება ჩემთვის. ბულვარი და ზღვა თავისთავად, მაგრამ ცენტრალური პარკი, ანუ პიონერთა პარკი, იყო ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი. ანუ მთელი ბავშვობა ეზოში რომ მოგწყინდებოდა, გადავდიოდით პარკში და იქ ვერთობოდით. მაშინ პარკი სხვანაირი იყო. ტბა უფრო მცირე იყო და ბევრად მეტი მცენარე იყო. მე მახსოვს ძველი საბჭოთა თვითმფრინავი რო იყო, თუ ვერ წმფრენი იქ. არა, თვითმფრინავი იყო, თვითმფრინავი, სხვა შორის სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავი. სამხედრო დანიშნულების. აუ, კი, მეც გამახსოვს. აი, თოჯინევის თეატრი. ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადგილი პიონერთა პარკთან ერთად. გიждდებოდი აქაურობაზე და ერთხელ იყო გახსოვთ ესეთ წარმოდგენა ბურატინო. ეს იყო პინოქიოს მსგავსი, ოღონდ საბჭოთა ვარიანტი და ქონდა ხის ცხვირი ფილმში. კი, კი, და აქ სხვადასხვა წარმოდგენები მიმართებოდა და მათ შორის ერთ-ერთი წარმოდგენა იყო ბურატინოს და ანუ ბავშვს ქონდა დამაგრებული რაღაც გრძელი ცხვირი და აი თავი მოვიკალი რომ ცხვირზე ხელი მომაკიდებია თქო მამა შევეთხოვა დირექტორს და მოიყვანეს და აი უბედნიერესი კაცი იყო. აქ ცოტა სხვანაირად იყო შესასვლელი მაშინ. არ გინდა შევიდეთ დავეთვალიეროთ. კი, თუ გვაქვს დრო, გამიხარდეთ. ჩვენ დრო კი გვაქვს, თქვენ თუ გვაქვს, თორე ჩვენ დროის მეტი რა გვაქვს. აი ჩემი საყვარელი ადგილი. ხო, დღეს ასეთია ეს ჩვენი საყვარელი. იყო ესე კედელი იყო აქ და აქედან შედიოდი ძველი მსახიობების ნახვა მინდა ვთხოვე მე და უცილებლად მოგზაინთო. მინდა ვნახო ის თოჯინები თუ შენერჩუნებული ძველი რაც იყო. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? თქვენ დიდი ხანი აქ მუშაობთ? კაი ხანია 20 წელი. 20 წელი, ხო? გახსოვთ აქ ძველი თოჯინები, რომლებიც 20-30 წლის წინ იყო, ისინი შენარჩუნებულია ხაც? ისინი არიან, ხო? ხო, აი სამი გოიჯი ეს მახსოვს. ნიფ-ნიფა და ნაფ-ნაფას ისტორიები, კი. კარგია. დიდი მადლობა. სათავსო არა გვაქვს ისეთი რომ ეს არის კარგი იქნება რომ ადგილი არის. ადგილი, კი. აი პირველი რაც გავიგე ხა. ახლა ეს ნამუშევარი. ჩემს ძვირფას თოჯინების თეატრში. ეს შეიძლებოდა რომ შეასრულიყო დაბლა ქვემოთ. ეგრეთ წოდებულ პადუალში რო ეტყვია. დიახ. მაგრამ არ გავატანე რატომაც, იმიტომ რომ ძალიან კაი ნამუშევარია. არ დაზიანებულიყო ალბათ, ხო? რო არ დაზიანებულიყო, ხო, ნესშია უკვე. და ძველი მსახიობები არიან დარჩენილები? კი, როგორ არის? კი, ზემოთ არის. აუცილებლად შემოვალ მე და ვნახავ ყველა. კი ბატონო. აი ხარ. კარგად იყავს. დროებით. დიდი მადლობა. აჰა, ბავშვობაც გავიხსენე. ცეროდენაში თუ დადიოდით? კი, ცეროდენა ძველი გახსოვთ როგორი იყო? არა. ფერწერული ნიმუშები იყო. საერთოდ არ ვინ იყო მახსოვს, მხატვარი არ მახსოვს, მაგრამ ტყის ნადიმი ესეთი, მელა, გელი და ესეთ ცხოველები იყვნენ შემოკრებილები ამ სანადიმო სუფრასთან. კი და მე მაგალითად დავტოვებდი იმას იქ. გემრიელი ხაჭაპური მზადდებოდა? კი, ძალიან. შინ ბავშვებისთვის იმაზე გემრიელი არაფერი არ იყო. და სკოლიდანაც რომ გამომიყვანდა, დედა ხშირად შევივლიდით ხო. მეორე სკოლა ხო? კი, მაშინდელი პირველი სკოლა. მაშინდელი პირველი ხო? კი, ბატონო. აი თქვენი ბავშვობა როგორ გახსენდებათ? ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო თანამედროვე გასართობების საშუალებები, არ იყო ხელმისაწვდომობა ამდენი რაოდენობის სათამაშოზე. წარმოიდგინეთ, მაშინ საზღვარგარეთული საღეჭი რეზინები, დონალდო ეგეთი იყო. საოცრება იყო იმას, რომ ჩამოიტანდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ლაღი ბავშვობა მქონდა და ურთიერთობები იყო ძალიან ლაღი, ძალიან უკონფლიქტო. კონფლიქტები თითქმის არ არსებობდა. ანუ შეიძლება ითქვას საკინკლავება ბავშვებს შორის, თორე სხვა იყო ძალიან დიდი სიტყვა. მე აუზი იყო ოლიმპიური სტანდარტების 50 მეტრიანი დღევანდელი ბულვარის ტერიტორიაზე. და ესე გასახთელიდან გამოდიოდი გვირაბით. და პირდაპირ შეცურავდი, კარგი ბავშვობა მქონდა მართლა. აი პირველად როდესაც გაიგეთ რომ ბათუმის მერი უნდა გამხდარიყავით და ამას დათანხმდით, პირველი რა გაგახსენდათ? პირველი გამახსენდა ზუსტად აი ეს უბანი, ცენტრალური პარკი, ანუ პიონერთა პარკი. ნუ ზღვა თავისთავად ყველა ბათუმელს საცობები არ გაგახსენდა? არა, არ გამახსენდა, იმიტომ რომ ესე ჭიდრო კავშირი საცობებთან არ მქონია. ბავშვობა თქვენთვის ბათუმი ბედნიერი ბავშვობა. ჩემ ბავშვობის დროს საცობის პრობლემა არ იყო და. დღეს ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ბატონო. კი, არის ეს პრობლემა. ურთულესი პრობლემა, ეხა ამ გზების გადაჭრა მარტივად შეუძლებელია, თუმცა გადაუჭრელი
პრობლემებიც არ არსებობს. უბრალოდ შესაძლებელია საავტომობილო პოლიტიკაც და ასევე აუცილებელია ახალი გზების გაჭრა. ახალი გზის გაჭრა განტვირთავს თავისთავად იმ ძირითად ქუჩებს, რომლებზეც ახლა მოძრაობა მიმდინარეობს. ამის გარდა ბათუმში პრობლემაა საპარკინგის სისტემა. ეს არის უმთავრესი ამოცანა, უნდა შეიქმნას ბევრი საპარკინგი ადგილი. ძირითადი მიზეზი არის ძალიან მაღალი მშენებლობები, რომლებსაც არ აქვს სათანადო რაოდენობის საპარკინგი ადგილები. ეხლა წარსული შეცდომებზე საუბარი, რასაც მე გამოვასწორებ. აზრი არ აქვს? აზრი არ აქვს, უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ შევქმნათ ახალი საპარკინგი ადგილები და ასევე სატრანსპორტო პოლიტიკა შევცვალოთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კი, იცით რა არის? თბილისშიც როცა გატარდა, მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების კუთხით, ძალიან ბევრში გამოიწვია უკმაყოფილება, მაგრამ ძალიან ბევრი მიესალმა ამას. მე ადამიანს ეჩვევა. გახსოვთ თავიდან, აი, ღვედის გადაკვრის საკითხიც. კი, მე ძალიან რთულად შევეგუე მაგას. ხო, რაღაცა ქართველი კაცისთვის მიუღებელი, რა ღვედი, რას ქვია და ნახეთ ეხლა უკვე 99% ავტომატურად ღვედს იკეთებს, ა? შესაბამისად რაღაცაები იქნება მტკივნეული, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს ბათუმელებთან ერთად უნდა გადაწყდეს. ჩვენ ერთად გადავწყვეტ მაგას. ბათუმელებთან ერთად. მაინც ახლა ეს ლირიული გადახვევა იყო და ახლა დაუბრუნდეთ ისევ ბავშვობას. ბავშვობას დაუბრუნდეთ. ის იყო ლირიული, ხო, საცობების თემა. ზოგადად ადამიანს, ვისაც ბავშვობა ბედნიერი აქვს, მერე ზრდასრული ცხოვრება და ზრდასრული ცხოვრების ტვირთვები უფრო მარტივი სატარებელია. ეს ბუნებრივი იმიტომ რომ ბავშვობის ტრამვები რო არ გაქვს კიდე დამეტები მე ბოროტდება თან ადამიანი თავისთავად და მე გამიმართლა ამაში, ჩემი მშობლებიც უნიკალური შესანიშნავი ადამიანები იყვნენ. არ იყო ჩემი ოჯახი მდიდარი ოჯახი, ჩვეულებრივი საშუალო ფენის, მამა ჩემი ინჟინერი იყო, დედა ჩემი უნივერსიტეტში მუშაობდა, ხელფასზე რა თქმა უნდა, მაშინ გახსოვთ რა ხელფასებიც იყო, სიყვარულში იზრდებოდი. ხო, ამ მიზერული შემოსავლითაც ოჯახს არ უჭირდა, არ ქონდა პრობლემა, რა ვიცი. ესე იყო ცხოვრება მაშინ მოწყობილი. და სასწავლებლად წასვლა გადაწყვეტეთ მერე დედაქალაქში, ხო? კი, მინდოდა სულ იურისტობა შერლოკ ჰომსის საკითხის შემდეგ. კი, ამ ნაწარმოებმა ჩემზე მოახდინა უდიდესი შთაბეჭდილება. აგატა კრისტის დეტექტიური ჟანრია, მაგრამ შედარებაც არ არის დედუქციურ მეთოდთან, რაც გამომუშავებული ქონდა კონან დოილს და ამან ბავშვობაში გადამაწყვეტინა, რომ მე უნდა გამოვიდე გამომძიებელი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ გამომძიებლობა და იურიდიული ფაკულტეტი ერთმანეთთან ასოცირდებოდა, მაგრამ მე როცა წამოვიზარდე და გავიგე, ეს მყარად გადავწყვიტე და იურიდიული ფაკულტეტი მაშინ უმთავრესი ცენტრი იყო ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, სადაც კორიფეები ასწავლიდნენ უდიდესი დონის მეცნიერები და ბუნებრივია მაგ მიმიწევდა გული და თავაბარე უნივერსიტეტში და 5 წელი ვისწავლე. და ამავე სფეროში მუშაობდით, ხო? კი, მაგ სფეროშიც რამდენიმე წელი, 3 წელიწად ნახევარი გამომძიებლათაც ვიმუშავა, მე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კი. და აი როგორი საქმეა. ხო, ისეთი არ ყოფილა, როგორც კონან დოილის რომანშია, მაგრამ შეიძლება საქმეები იყო უინტერესი. მარტივად გამოსაძიებელი. ხო, საერთოდ მხატვრულ ლიტერატურაში ყველაფერი უტრირებული და გალამაზებულია. ყველაზე უკეთ და კომფორტულად სად იგრძენით თავი? ეხლანდელ მდგომარეობას არ კითხავთ, იმიტომ რომ ჯერ მაინც არის კომფორტული. მესამე სამსახურია ჩემი, ესე რაღაც დიდი ჩამონათვალი არ არის. ალბათ ექსპერტიზ ბიუროში, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე ხა 18 წელი, არ არის პატარა დრო. ძართული, წარმოიდგინეთ, რამდენი წელი შესაყვარელ საქმეს ემსახურები და უეცად ეს ყველაფერი დატოვა და თან ქალაქი შეიცვალა. მაგ რამდენიმე მომენტი იყო. ნახეთ, ერთი ის, რომ უკვე იმდენი ხანი ვიყავი სამსახურში, განვითარების სტაგნაციას გრძნობ. განვითარებასაც ვეღარ ახერხებდი. ეხლა ჯერ არ ვარ იმ ასაკში, რომ ყოფილიყავი მიღწეულით. შესაბამისად, ცვლილებაც უარესობისკენ გამიჭირდებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა საკუთარი ქალაქის მერობის შემოთავაზება, ეს ხო წარმოვიდგენიათ, რა მხელა პასუხისმგებლობა და რა ბედნიერება, აი მართლა საოცარი შეგრძნებაა, როცა შენი ქალაქის თავი ხდები. ინერვიულეთ? კი, განვიცადე ძალიან. აი ყველაზე მეტად რაზე ინერვიულეთ? ვერ ვიტყვი, რომ ერთ საკითხზე. ინერვიული იმაზე თუ რამდენად გავართმევდი თავს პირველ რიგში. როცა იღებ პასუხისმგებლობას, თუ ეხა უპასუხისმგებლო ადამიანი ხარ, ბუნებრივია არაფერი არ გაინტერესებს, ხო? თავისთავად. როცა გრძნობ პასუხისმგებლობას და იღებ ამ პასუხისმგებლობას, მე იმას ნერვიულობ, რომ გამოგივა, კი, შეძლებ ამას. იმიტომ რომ მე შეიძლება ბევრ ქალაქს ყოლია
ასობით მერი ისტორიულად, მაგრამ სურვილი გაქვს რომ რამდენი მერი დარჩა ეფექტური თავისი ქალაქის ისტორიას, ხო? ამიტომ სანერვიულოა და ეხლაც ნერვიულია. აი წლების შემდეგ რა არის თქვენი სურვილი? ოქროს ასოებით ჩავეწერო ამ ქალაქის ისტორიაში, როგორც საუკეთესო. ჩვენიერი სურვილი გაქვს. კი, და მინდა რომ ხალხს უყვარდე, იმიტომ რომ სიყვარულის გარშე საქმეს ვერ გააკეთე. კი ბატონო. ეს 2x2 4-ია. აი, ჩემი კორპუსი. ესე იგი ამ კორპუსში ცხოვრობ და ამ არაჩვეულებრივ შენობას უყურებთ ჩემი საყვარელი აქ მუსიკალურში დავდიოდი. აქ იყო მუსიკალური სასწავლებელი. მაინც არ გამოვირჩეოდი. თუმცა მაშინ ფორტეპიანოს დავდიოდი და ყველა მაშინ უნდა გევლო ყოფი. კი, ესე იყო. თან ახლოს იყო და გადმომიყვანდნენ. თუმცა მუსიკასთან გააქვთ თქვენი ურთიერთობა და დამოკიდებულება. სიმღერა მიყვარს განსაკუთრებით. ცოტას მეც მღერი ვახერხებ. კი. ეგ ინფორმაციაც ინფორმაციაც გვაქვს. დიდი სამეგობრო წრე, მომღერლებს. რომლებიც ქართულ სიმღერაში საკმაოდ დიდ სიტყვას ამბობენ. ისე თქვენ რომელ ხმას ყვებით ხო? მე პირველი ხმა მინდოდა სულ, მაგრამ მე მივხვდი რომ ვერ ვქაჩავდი პირველ ხმას და მეორე ხმაში. ისე რომელია თქვენი საყვარელი ქართული სიმღერა და თუ არის ისეთი, რომელსაც საერთოდ ტვირთვის დროს усმენთ? არ მინდა ვაწყენო რომელიმე კომპოზიტორს, მაგრამ მიყვარს ძალიან მაცაცო სიმღერები და ძალიან მიყვარს ჯანო, რა თქმა უნდა, საოცრებებს საკეთებდა ეს კაცი, როგორც სიმღერის სფეროში, როგორც კომპოზიტორი და როგორც დირიჟორი. ესე გამორჩეულად ერთი სიმღერას ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ამ კომპოზიტორების სიმღერებზე ვგიჟდები. ზოგადად ეს ქალაქი ითვლება მუსიკის ქალაქად და ხმების ქალაქსაც კი უწოდება. მუსიკალური ქალაქია კი ბატონო და ფესტივალებიც იმართება უხვად და მეც ვცდილობ ხა რომ გავაგრძელო ეს ტრადიცია და ხელი შეუწყო ამ სფეროს განვითარებას. ვარ შევიდეთ და დავათვალიეროთ დღეს რა ხდება. აქ შეცვლილი ცხოვრობთ ახლა? არა, რამდენი წელია ეს. ისე კუპატაა ამ ესე იგი თქვენ ისევ აი მეოთხე სართულზე თქვენ ისევ ამ უბანში უნდა შეიძინოთ სახლი. კი. ისე გიყვართ აქაური. კი, ძალიან მიყვარს. ეს კორპუსები არ იდგა არც ერთი. აა, ეს იყო ჩემი სადარბაზო მეოთხე სართული. ძალიან მაგარია. სასწაული შეგრძნება. აი სად გექნებოდათ ახლა ამის დრო რომ ამ ძველეზოში გამოსულიყავით მე რომ არა და ჩემი ჯგუფი. შემოვიდოდი ალბათ ხოდესღაც, მაგრამ თქვენ ძალიან მოკლე დროში შეძელით ეს. უბრალოდ დღეს ემოციებით მავსებთ და შეიძლება ცრემლის მომავალს. ცრემლი უყვარს. თან ვარ ემოციური ადამიანი. ცრემლი უყვარს ჩემს გადაცემას. ხო არა. და ამ სახლის ფასადიც გამოსასწორებელია ბატონო გიო. ჩვენ იმდენავეს აღმოვაჩენთ ახლა სიამ ექნება გასაკეთებელი. პრიორიტეტების ხელი ბათუმი რო ძველი ბათუმი გაკეთა არ ახსენოა. ძველ ბათუმში აუცილებლად გავივლით, იმიტომ რომ ძველი ბათუმი არის მთავარი წერტილი ამ ქალაქის. ბულვარი და ძველი ბათუმი არის ის, რაც აი ყოველთვის ყველა ეტაპზე ყველა ბათუმელმა უნდა დაიცვას. ძველი ბათუმისთვის ხელის შეხება არის დანაშაული და აბსოლუტურად ეს არის ძველი და ახალ თაობას შორის ხიდის ჩანგრევა, მეტი არაფერი. იქ არაფერს არ შევცვლიდი, ჩემი ნება რომ ყოფილიყო. იქ ერთი ისტორიული ბათუმური ველეტაჟი დაინგრა და შუშის რაღაცა უსახური შენობა ააშენეს, ვითო თანამედროვე გაურკვევო. ჩემგან ეხა უხერხული იქნება მე საუბარი, იმიტომ რომ გამომივაროთ. მე მაინც გაწვით. ხო, ცოტას. მე ვამბობ, იგივე აზრზე ვარ, რომ ძველი ბათუმი უნდა იყოს ძველი ბათუმი. ეს ქალიც ჩემთვისაც და ალბათ ყველა თაობისთვისაც ფადიკობობის ძეგლი. მიხარია რომ ამას არ შეეხება. ეს დარჩა მე მგონი და კოლონადები იმ ძველი პარკიდან, პიონერთა პარკიდან. აი ცეროდენ აბსოლუტურად თქვანაირია ახლა. ეს ესეთი შენობა ორსართულიანი იყო მაშინაც? ორსართულიანი იყო კი, როგორც მახსოვს. აქ ხარ შევიაროთ. რა ვიცი, შევიაროთ. აი ეს თვითფრინავი რატომღაც ფიქრობ რომ არ უნდა აეღოთ. ხო, მეც გული მწყდება. თუმცა უფრო მეტად განაშენიან და გამწვანების კუთხით. ნუ ეხლა ინფრასტრუქტურულად გალამაზდა რა თქმა უნდა. თანამედროვე იერსახე მიიღო. აქ იყო ასევე ბულვარის მსგავსად საზაფხულო პატარა თეატრი. თეატრი არ ვიცი, მაგრამ მახსოვს იყო აი იქ. სასაცილო ოთახი. სასაცილო ოთახი იყო მარცხენა მხარეს. სარკეები რო იყო. სარკეებიანი ოთახი და ბატონ გიორგი, აქ ფაფენილია გამოსაცვლელი. ძანწველია და შეიძლება რომ კითხოთ ბათუმელებს, იქნება მოწონთ ის, მაგრამ რახან თქვენ ამბობთ გელდობით რომ ხო, აქ იყო კიდევ საჭადრაკო კლუბი.
კი, სადაც ეგ მახსოვს. ქალბატონი დონეს ჩამოდიოდა, მინდა რომ აღვადგინო ეს საკითხი. აი ეგ ატრაქციონები, რა თქმა უნდა, სხვა ატრაქციონები იყო. დღესაც ძალიან მე რეაქცია არ მაქვს. ხო და მე ცუდად ხვდები. რო გიყურებ ხვდები რომ ეს მიჩვეულია. ისე ზოოპარკის აღდგენაზე რას ფიქრობ? ჩემი აზრი არის რომ ზოოპარკი აქ არ უნდა იყოს. მე ვიცი რომ ეს ხალხი შეწუხებულია მსვლელით. პლუს ზოგადად მთელი მსოფლიო მიდის იქეთკენ რომ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებიც რომ გალიაში არ უნდა იყოს ცხოველი განსაკუთრებით, მაშინ ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოწყობილი ისე რომ ცხოველმა ვერ იგზნოს რომ ის ჩაკეტილია სივრცეში და აქ ამის უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამიტომ ვფიქრობთ რომ ეს ახლა მარტო ჩემი განსაზღვრება არ არის მრავალწლიანი სივრცის გადატანა სადღაც, მაგრამ მოსაფიქრებელი აქ საკითხი და შეიძლება სკვერის გაზრდა. ოჯახისთვის როგორი მისაღები იყო ბათუმში გადმოსვლა? მეუღლე თბილისელი ყავთ, ვიცი, იქ საქმიანობს, რაღაც თავისი კარიერა აქვს და ასე შემდეგ. მარტივად დაგთანხმდათ? გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ერთად მივიღეთ, მაგრამ მარტივი არ იყო ისთვის ნამდვილად, რაც აღნიშნეთ. ეს მომენტი იყო, რა თქმა უნდა, წარმატებული კარიერა, პლუს სამეგობრო წრე, თან რაც იყო, რაც არის ხაზგასასმელი. ხად იმისა, რომ ბათუმში მას უცხოვრია, ნათქვამი გვაქვს, რომ ასაკში, როცა ჩვენი შვილი თავის გზას დაადგება, თავის ოჯახს შექმნის, ჩვენ რაღაცა ასაკისკენ ისევ ზღვისპირას გადმოსულიყავით. მაგრამ მე კი ვარ ბათუმელი, მაგრამ ჩემი მეუღლეც იგივეს ფიქრობდა, იმიტომ რომ ზღვაზე გიждდება იმაზე მეტად ვიდრე მე. ის არის ჩემზე უფრო მოყვარული ბათუმის და ზღვისპირა ქალაქის. და ეს გეგმა მქონდა, მაგრამ ესე მოულოდნელად ცოტა რთული იყო მისთვის, ბუნებრივია და ასევე არ უყვარს საჯაროობა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ქალაქის მეერობა რაღაც პრიორიტეტია, ხო? ცხოვრებისეული და რაღაც ამასთან შეგუება მოუწევს. თანამდებობრივი საჯაროობასთან. საჯაროობა მოყვება და ზუსტად ეს ვკითხავ, რომ გინდაო ესო რომ ანუ ქალაქში ვერ გადაადგილდები ყურადღების გარეშე, პლუს ჭორებიც დაემატება, რაღაცების დაბრალება, იქნება უარყოფითი ემოციებით ზოგიერთი მოქალაქისგან. თუ ხარ მზადო, ხო? ან გვინდაო ესო საერთოდ თო ჩვენ ოჯახსო, იმიტომ რომ ძალიან შვიდი, აწონასწორებული და ძალიან შეკრული ოჯახი ვიყავით და ნებისმიერ დროს შეგვეძლო წავსულიყავით. ერთად დასასვენებლად იქნებოდა თუ ასე შეზღუდვა ამის არ ქონია. ეხლა ესეთ მარტივი აღარ არის უკვე. თავისთავად. ხო და აი ამისთვის თუ ხარ მზადო ეს მკითხა სხვა შორის და რა უპასუხეთ? და ნუ რაც უპასუხე შედეგია რა. შევთანხმდით იმაზე რომ გადმოსულიყავით და მარტივი არ იყო. შვილსაც 13 წლის ბიჭია ძალიან გაგაცნო ხმელი ძალიან გონება გახსნილი. მისთვისაც არ იყო მარტივი. 2-3 დღეში შევთანხმდით რომ მოვდიოდით და ოჯახი რომ ხარს გიჭერს ამაზე მაგარი ძალა რა არის? არაფერი. ჩვენ სკოლასაც მოუახლოვდით ამასობაში. აი ჩემი სკოლაც საოცრად მიყვარდა ეს სკოლა, საოცრად. აი შესასვლელიც ისე დარჩენილა. აქედანაც ეს კარიც დაუტოვებია. შევიდეთ? კი შევიდეთ. გამარჯობა, როგორ ძანდები? როგორ ხართ? გაგიმარჯობა. როგორ ბრძანდებით? გაიხარეთ. რაფი მინდოდა თქვენ რომ დაესწრეთ და გათამაშებდით ჩემპიონთან. მართლა? ახლა მე კიდე ხო ჩატარდება და მე გამოავლინე მეუღლე ჩემპიონები და ხვალ არის თეთრსაზე ბულვარში ტენისი. აჰა. მობრძანდებით? მოვალა უცილებლად. როგორ ბრძანდებით? დიდი მადლობა. ხართ კარგად? ვა, ირაკი შენ აქ მუშაობ? გამიხარდა რა. სალამი. ვინ იყო დაწყებითების მასწავლებელი? ლეილა სადრაძე იყო ჩემი მასწავლებელი, რომელიც ვნახე სხვათა შორის ჩამოვედი. და აღარ ყოფილა სკოლაში უკვე რამდენიმე წელია გასულა დამსახურებელ პენსიაში. ჩემი მასწავლებელი ქალბატონი დაიჭელიძე იყო დაწყებითების. აი იქედან ავდიოდით ხო? აი აქ სკოლის ბუფეტი იყო. კი, ახლაც არის. უარის ნეტად ფუნქცია. ქალბატონი მზია მუშაობდა ჩემს ბავშვობაში. კი, და იყო 5 კაპიკიანი კორჟიკები და ფენოვანი ხაჭაპურები. ჩემ დროს უკვე 20 კაპიკი. 15 კაპიკი და პერაშკი. 15, ოჰო, პერაშკიც. ვეზელი, უბრალოდ, მაგრამ პერაშკი ერქვა ჩვენს ბავშვობაში. შეიძლება რომ შევიდეთ ნეტა. გამარჯობა. ქალბატონი მზია აღარ მუშაობს? ეს არ არის.
შეიძლება ვნახოთ. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? მშობლიურ სკოლაში მობრძანდება. ორჟიკები და ის გვაქვს. ორჟიკები 5 კაპიკენ წეღავი. მოდი ანა. ორჟიკი. აქ იყო ესე დაახლოებით. ფენოვანი ხაჭაპურები და კატლეტი და პური იყო. თქვენ მოგესალმებით. ბოდიში ესე შემოგეჭერით რა. ძალიან მიყვარდა ეს ბუფეტი. მაგრამ გასასვლელი არ იყო, მე მგონი ადრე, ხო? იყო, ჩემ ბავშვობაში იყო. შენ ჩემზე უმცროსი ხარ. ბოლო 4 თვეა, რაც პივზაოდთან მჭიდრო კავშირში ვარ და სანამ ძველი ბათუმიდან პივზაოდზე მოვხვდები, არ ვიცი, 1 საათი მჭირდება გზაზე და ამ ბოლო დროს დავამუღამე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ბევრად უფრო სწრაფად მივდივარ. მაგრამ იმდენი ხალხი მხვდება ხოლმე, რომ მანდ მივხვდი, რომ დასამატებელია ავტობუსები. ავტობუსების დამატებაზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, კი, შარშან შეისყიდა მერია 25 ერთეული ავტობუსი პლუს 100-მდე ერთეული ავტობუსის განახლება მოხდა. ეხლა გვინდა 20 ერთეული ავტობუსის შეძენა კიდე. ერთი სათხოვარი მაქვს. ავტობუსით წავიდეთ პივზაოდზე. თან სხვა ცხოვრების მე რამდენჯერმე კი თან. თუმცა ამ დროზე არასდროს არ მიმგზავრია. დილის საათებში მოვდიოდი ძირითადად და არ იყო გადატვირთული და ეხლა დამაინტერესა თქვენ რას თქვით. ნახოთ აბა. 3:30 ხდება. და ნახოთ სხვათა შორის თქვენი ხშირი პივზაოდსაც ჩემს მეორეობას ნახავ. საქართველოში რატომღაც არ ითვლება პრესტიჟულ ტრანსპორტად საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ანუ რაღაცა ამ ცნობიერებამდე ვერ მივედით. არა და ევროპაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობენ მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები. იმათ ეს პერიოდი უკვე გამოვლილი აქვს. ჩვენ ვართ ახალგაზრდა სახელმწიფო. აი მოვიდა. სალამი. პივზაოდზე რა ნომერი მიდის? აი თეთრი 4-3. მოდის. აი ეს ავტობუსი მოდის. ავიდეთ ეხლა ამით. ავიდეთ და მივიდეთ თან სად. არ არის მეორე ხალხი და ხო. ნახოთ რა. არ დარჩეთ თქვენ. ჯერ ჩამოვიდნენ. ჰოპ. აი მე ჰოპ, ამანაც დაიძახა, ჰოპ. გამარჯობა. აი, არასწორი ინფორმაცია სამწელები. არ გამიმართლა დღეს. არ გამომართლა. ხო და მაგაზებს საუბრობდი ზუსტად, ნახე. ეს გარდამავალი ეტაპები ყველაფერი ქვეყნება დასავლურ, იგივე ამერიკის შეერთებული შტატები 30-იან წლებში ხო გვახსოვს განგსტერული პერიოდი, ხო? ის პერიოდი ხო გაიარეს. ეხლა ჩვენთანაც ჩვენ გავიარეთ ეს პერიოდი, დღეს ერთ-ერთი უსაფრთხო სახელმწიფო ვარ კრიმინოგენური თვალსაზრისით. და შეიძლება ითქვას, რომ ესე ვითარდება ყველაფერი. აქ რატო ვახსენე ხა ეს? რომ ავტოტრანსპორტის პრობლემამდეც მივედი. ეს პრობლემები რო ქონდათ მათ, ჩვენთან ხო არ იყო ამ ასეთი რაოდენობის ტურისტული ნაკადები, არ შენდებოდა ამდენი კორპუსი და ასე შემდეგ. შესაბამისად არც იდგა მოთხოვნილება. რამდენი რა ტრანსპორტიც იყო, ის ყოფნიდა მაშინ. ეხლა ნელ-ნელა ჩვენ სამკუთხედით ვითარდებით. ხო, ანუ ამ ჯიპების სცენიდან მე მგონი უნდა ეს გავთავისუფლოთ. ნელ-ნელა თავისუფლდება ხალხი. მორიცხულია რომ ეს ყველაფერი დარჩეს. მე დაგპატიჟებთ ყველას რა. მე სათქმელი მექნება. ავიდეთ. ხო, დიდ. ეხლა რატო ერთი გამიმართლა ხალხი. ციცით ბატონო გიორგი? ეხლა მივხვდი სკოლები არ არის. გამონახა მაინც გამოსავალი. მოვედით პივზაოდზე, ეგრეთ პივზაოდზე წოდებულზე და პირზაო. გააქვს თანალები ბათუმური პივზაოდის ბუდი ლუდი? არა. მე უნდა გასინჯო. მე ამ ბოლო არ არის, დროს ცუდი. გავხდი პივზაოდელი, თორე ძველი ბათუმელი ვარ. ბოლო 4 თვეა რაც აქ ცხოვრობ. ხო რა და პრობლემა? აქ კიდე ერთი პრობლემაა ბატონ გიორგი, სანდასუფთავების პრობლემა. სანდასუფთავების მანქანების იზრდება. ისევე როგორც ავტობუსების რაოდენობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვერ ეწევა ის სწრაფ ტემპებს, ამიტომ ხო უნდა დავაწიოთ. და დააწიოთ. და პროპორციულად მოსახლეობის ზრდასთან ერთად უნდა მოხდეს იმ რაოდენობის ან არ შეძენა. უნდა გავზარდოთ. არ უნდა მაგას უკვე ვერ გავაჩერებ. თუმცა ზაფხულობით პრობლემა არის ის, რომ საცობის გამო სანდასუფთავების მანქანებს უჭირს მისვლა ურნებთან. თუ კი ზამთრის პერიოდში მაგალითად დღის განმავლობაში 1 ურნის დაცლის საჭიროება, ზაფხულში 4-ჯერ მეტი რაოდენობის არის. პარკში გაზრდილი ბავშვისთვის საცხოვრებლებელი ადგილის შეცვლა რთული არ იყო? ხო, ეს არის პერიოდი, როცა ძველი ბავშვობის პერიოდი დასრულდა, შეიცვალა პოლიტიკური წყობაც ქვეყანაში, დაიშალა საბჭოთა კავშირიც და დედაჩემი, როგორც უნივერსიტეტის თანამშრომელი და დედაჩემსაც მოუწია აქ ვინა.
ლექტორების სახს ამიტომ ეძახი. ესა იყო ლექტორების სახლი, აქ მუშაობდნენ 99% იყვნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, პროფესორები, მასწავლებლები და აქეთ ამიტომ გადმოვედით, რადგან იქ უკვე ჩვენს წამოვიზარდეთ და იმ ბინაში უკვე ვეღარ ვეტეოდით. უნებრივია. იცით ის ხრუშოვკები, ეგრეთ წოდებული ხრუშოვკები იყო. უნებრივია ახალი ბინის შესაძლებლობა რომ მოგვეცა, გადმოვედით და თან ჩემი აიმნები პირდაპირ ზღვას უყურებდა შესანიშნავი ხედი იყო. თუმცა აქ ირგვლივ იყო სულ ჭაობები. მე აქ ინფრასტრუქტურაც მოეწყო და გახდა ესე ვთქვათ პრესტიჟული უბანი დაერქვა ახალი ბულვარი. თუმცა პოტენციალი ყოველთვის ჰქონდა, იმიტომ რომ ზღვასთან ესე ახლოს ესეთი ხედით ძალიან ცოტა კორპუსი თუ იყო. ვინ წარმოიდგენდა რომ აქ იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო საცხოვრებელი. თუმცა აქაც აი ამ მაღალ მომშენებლობებმა ძალიან გადატვირთა ეს უბანი. წარმოუდგენელი ახლა ქალაქის მერთან ერთად ყავა ბათუმის ქუჩებში დამელია და ეს ქუჩები ძველი ბათუმი არ ყოფილიყო და შესაბამისად მაინც დაუბრუნდი ჩემს მშობლიურ ძველ ბათუმში. ჩიქები გადავაგდეთ პირველად გადაცემის ისტორიაში და პირველად და სხვათა შორის გადაცემის ისტორიაში პირველად ტრადიცია ხوار დავარღვიეთ. კარგია ტრადიციების დარღვევასაც თავისი ხიბლით. ბატონო გიორგი, რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გაოცებთ ამ ქალაქში? გაოცება არის ის, რომ აი ზუსტად ძველ ბათუმში ვართ ახლა, თემატური კითხვაც არის. აი ეს სიკოხტავე, რაც აქვს ძველ ბათუმს. არა მასშტაბური სიკოხტავე. დასავლეთის ქვეყნებში რო ჩახვალ პარიზში და არის ეს ბაროკო სტილის შენობები, ოღონდ უზარმაზარი მასშტაბების, ხო? იმას სხვა ხიბლი აქვს, მაგრამ აი ბათუმის, ძველი ბათუმის განსაკუთრებით ეცი, ესე შეიძლება გამოიყენო და სიკოხტავე არის, რაც ყოველთვის მაკვირებდა და მაკვირებს. თბილისი მაინც თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე ჩქარი ქალაქია, როგორც ყველა მეგაპოლისი. ვინცაც უცხოვრია თბილისში, ყველა იტყვის, რომ მას აქვს მიზიდულობის ძალა. მაგრამ არ აქვს აი ამ სიკოხტავის და ვერც ექნება ხა დიდი ქალაქის როგორ ექნება ეს. აი რა არის ამით ის, რაც განსხვავდება ბათუმი დედაქალაქისგან. აი რა არის ის, რაც ბათუმმა უნდა ასწავლოს თბილისს და თბილისმა ბათუმს? აი ბათუმმა უნდა ასწავლოს ზუსტად ეს ჯერთისი მშვიდე ცოტა აჩქარებული ქალაქია თბილისი, ცოტა კი არა კარგად აჩქარებული და უფრო მეტი სტრესული გარემოა ვიდრე ჩვენ ქალაქში. ჩვენ ქალაქიც გაიზარდა და დამასშტაბურდა და აჩქარდა, მაგრამ შედარება არ არის. მაინც ყველა ჩემი მეგობარი ვის თბილისში ცხოვრობს, ამბობს რომ ბათუმში რომ ჩამოვდივართ ვისმენებ მიუხედავად აი ამ მასშტაბური მშენებლობებისა. ერთი რაღაც სურვილის შესრულება რა შეგეძლოთ, ისეთის რაც მოკლევადაში ძალიან რთულია ბათუმელებისთვის რა სურვილს შეუსრულებთ. რა ოცნებას მოსწორეთ. ყველას ინდივიდუალური აქვს და ესე ვერ იტყვი, მაგრამ ვერ გავცელებ, მაგრამ რასაც ვიზამდი, შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ დროს გავაჩერებდი, ოღონდ ნახეთ რა კუთხით დროის იმ ნაწილს, როცა ადამიანები ფიქრობენ თავიანთ პრობლემებზე. აქ არ არის საუბარი, მხოლოდ თქვათ ფინანსური პრობლემების მქონე პრობლემები ძალიან უხვად არის. ყველას აქვს. შეძლებულსაც, ნაკლებად შეძლებულ ადამიანსაც აქვს ბევრი საფიქრალი და ვატყობ, რომ ეს საფიქრალი ქალაქის მასშტაბურობასთან ერთად, ცივილიზაციურ ცვლილებებთან ერთად უფრო და უფრო იმატებს. აი ამ ნაწილში დროს გავუჩერებდი და დაუტოვებდი მხოლოდ სითბოსთვის და სიყვარულისთვის არსებულ დროს და ოჯახთან ურთიერთობის გატარების დროს. და აი მართლა შვებას იგზნობდა ნებისმიერი თაობისა და სახის ადამიანი. ისე როგორ დავასრულოთ ახლა გადაცემა, რომ ერთი რაღაცა არ ვიმღეროთ. გიტარა გაქვს. დავიღიღინოთ. გიტარა გაქვს. საბეპო ეგნეტა მცოდნოდა როგორ სხვა დროს ჩავწეროთ სხვა გადაცემის ფორმატში, გიტარით მოვემზადოთ. მე წამოვიღებ მაშინ. კი ბატონო, მაშინ ამ ექსკლუზივს ვიტოვებ ჩემთვის. არის. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი რომ დამთანხმდით. ასე მადლობა უცებ. თქვენ. იშვიათად დაგთანხმდეს. მაღალი თანამდებობის პირი ინტერვიუზე მით უმეტეს ისეთ ჩარჩოებიდან გასულ გადაცემას, როგორც ჩემია და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მინდა რომ ბევრი წარმატება გისურვოთ, იმიტომ რომ თქვენი წარმატება ამ ქალაქის წარმატება. დიდი მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ გადაცემაში. ყოველთვის მზად ვარ ვითანამშრომლო ჟურნალისტებთან, განსაკუთრებით თქვენი ტიპის გადაცემა מחარებს და მომწონს. მადლობა თქვენ მეგობრებო. გაიხარეთ, წარმატებებს მადლობა. გისურვებთ.